1915 წლისთვის ტესლას იმდენივე ხონა დაგროვებული, რომ ბანკმა უერთდიმტრიფის ქონება ჩამოართვა. კოშკი 1917 წელს დაანგრიეს და ჯართად გაყიდეს. პროექტი არასოდეს დასრულებულა. ტესლა გენიუსი იყო, მაგრამ არახელსაყრელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ედისონმა და მარკონიმ იცოდნენ, როგორ გაეტანათ ტესლას გამოგონებები ბაზარზე. იცოდნენ, როგორ გაეხადათ ტექნოლოგია ხელმისაწვდომ. და რაც თავარია, იცოდნენ თამაში, ხელს, რომელიც გაჭმევს არ ქმენ. ამიტომაც მსოფლიოს ენერგიის 84% კვლავ წიაღისეული საწვავიდან მიიღება. ბოლოს კი ტესლა მარტო და გაღატაკებული გარდაიცვალა. შესაძლებელია, რომ დიდ პირამიდასაც რაღაც კატასტროფული მოვლენა შეემთხვა, რამაც მისი მუშაობა შეაჩერა. მაგრამ მჟავასთან ერთად სამხრეთ შახტში გოირთმჟავას კვალიც არის აღმოჩენილი. ჩრდილოეთის შახტში კი თუთიის ქლორიდი და ამონიუმის ქლორიდი. ამ ქიმიკატებს შეუძლიათ წყალბადის წარმოქმნა ერთმანეთთან შერევის გარეშე, მაგრამ თუ ამონიუმის ქლორიდს გოგირდმჟავას შეურევ, რეაქციაზე მეც მიიღებ. ის აფეთქდება. პირამიდის სტრუქტურის გამო ასეთი აფეთქება შეიძლებოდა კონტროლირებადი ყოფილიყო, მაგრამ არსებობს ნიშნები, რომ შესაძლო უკონტროლო აფეთქებაც მოხდა. 2001 წელს დიდ გალერეაში აღმოჩნდა ჭერზე ნამტვრის რამდენიმე კვარი, ზუსტად იქ, სადაც რეზონატორები უნდა ყოფილიყო. მეფის პალატაში გრანიტის კოჭებში ნაპრალები აღმოჩენილი. თავდაპირველად ეს მის ისვრას მიაწერეს, მაგრამ დაზიანება მხოლოდ იმ ადგილებშია, სადაც ძლიერ შეკუმშული და გაცხელებული წყალბადის ნაკადი მოძრაობდა. მეფის პალატის კედლები ერთ თვიმზე მეტითაა გარეთ გაწეული. ტონობით გრანიტის ასე მოძრაობას უზარმაზარი ზნევა სჭირდება. პალატის გარეთ მდებარე დიდი საფეხურით ძლიერად დაზიანებულია. უფრო აფეთქებას გავს ვიდრე მის ისვრას. ინტერიერის სხვა ნაწილებში შეიმჩნევა დამწვრობის კვალი. როდესაც სამხრეთ შახტი აღმოაჩინეს, ის დაახლოებით ერთდვიმიანი სისქის მარილის ფენით იყო დაფარული. ეს მოხდებოდა მაშინ, თუ წყალბადი ადუხდებოდა და შახტაში ამოვიდოდა. მაგრამ ის თუ რამ გამოიწვია პირამიდის ელექტროსადგურის აფეთქება, ჯერჯერობით უცნობია. კრისტოფერ დანი ფიქრობს, რომ ეს რაღაც კატაკლიზმა იყო, არა მის ისვრა, არამედ შესაძლოა ასტეროიდის დაცემა. თუმცა ამ თეორიას ერთი პრობლემა აქვს. ძველი ეგვიპტელები ყველაფერს ზედმიწევნით აღწერდნენ და ამ პერიოდისთვის დარტყმის ჩანაწერები არ არსებობს. დანი მიიჩნევს, რომ ეს ათასობით წლით ადრე მოხდა. სკეპტიკოსები იტყვიან, რომ თუ ძველი ეგვიპტელები ელექტროენერგიას იღებდნენ, ამის დოკუმენტაცია ნამდვილად იქნებოდა. ნახოთ მართალია ეს თუ არა. მორწმუნეები მიუთითებენ იეროგლიფებზე, რომლებიც ნათურებს გავს, მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს გადაჭარბებულად ჟღერს. არ არსებობს მტკიცებულება, რომ ეგვიპტელები მუშაობდნენ მინასთან, ან იმ კომპონენტებთან, რომლებიც ნათურის დასამზადებლად არის საჭირო. მაშინ საინტერესოა, რატომ არსებობს ელექტროენერგიის გამოყენების მტკიცებულება ძველ ეგვიპტეში და არც ჩანაწერი იმისა, რომ დიდი პირამიდა ენერგიას აწარმოებდა.